1945 წლის 9 მაისიდან 69 წელი გავიდა. დღეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანებს კი ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავი აღინიშნა. დილიდან ოზურგეთში ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები გმირთა მოედანზე ობელისკთან შეიკრიბნენ. ტრადიციისამებრ მარადიული ცეცხლი აინთო და უცნობი ჯარისკაცის საფლავე ყვავილებით შეიმკო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსნეს ბრძოლის პერიპეტიები და 1945 წლის 9 მაისი ყველაზე ემოციური და დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. მე დავიწყე კავკასიიდან და თავდაც თერგზია კავკასია. სამი თვე იქნებ ვიბრძოდით, სამი თვე. მე ისიც ვიცი, რომ კარგამინდებს ჯერ პოლკოვის სკოლა დავამთავრე. სერჟანტის ხარისხი, უფროსი სერჟანტის ხარისხი მიღებდა. მე გამანაწილეს და მოხდი საარტილერიო პოლკში. მოგელ ბრძოლა ნანახი დასამუდამოდ თერგს გაღმა გერმანელები იყო თერგს გამაღმა ჩვენ ვიყავით ლამაზია მზე გაზაფხულის ვეტერანებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნეს. პირველ რიგში მინდა მიულოცო ვეტერანებს ეს დიადი გამარჯვება და ვთქვა ის, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათ ღვაწლს. ამის გამო პრემიერმა გადადგა ნაბიჯი და 400 ლარით თითო ვეტერანი დაასაჩუქრა და მიულოცა დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ ულოცავ ყველა ვეტერანს, უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას და დიდხანს ზეიმს ამ ლამაზი დღესასწაულს. გმირთა მოედნიდან ვეტერანებმა თეატრში გადაინაცვლეს და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ. ამ დროისთვის ოზურგეთში 42 ვეტერანი ცხოვრობს.